ვასო აბაშიძის თეატრიდან დავით დოიაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილება გვიანღამით თეატრის წინ გააპროტესტეს. დოიაშვილის მხარდასაჭერად შეიკრიბნენ დასის წევრები, მისი კოლეგები, აქტივისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები. პარალელურ რეჟიმში თეატრში მიმდინარეობდა დასის წევრების მოლაპარაკებები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით. როგორც თავად დოიაშვილმა თეატრთან შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოსვლის ეს განაცხადა, ეს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. განმარტა ისიც, რომ თეატრის გაფიცვის მიზეზი ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობა იყო. შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთეს თავად დასის წევრებმაც, რომლებმაც დავით დოიაშვილის გათავისუფლება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად შეაფასეს. მათი განცხადებით კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას არ აღიარებენ და არ აპირებენ დავით დოიაშვილის გაშვებას თეატრიდან და იდგებენ მასთან გამარჯვებამდე. განცხადების შემდეგ შეკრებილებმა მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. დავით დოიაშვილზე თავდასხმა არის თავდასხმა თითოეულ ჩვენგანზე. ეს არის დასჯა სოლიდარობისთვის, თანადგომისთვის, თავისუფალი აზრისთვის და თავდასხმა თითოეულ ხელოვანზე, რომელიც ემსახურება ხალხს და სახელმწიფოს. არ ვაღიარებთ არალეგიტიმური კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას და ჩვენ ამ თეატრის დასი დავით დოიაშვილს არ ვუშვებ. ეს თეატრი იყო მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ერთ ადამიანს დაუჭირო მხარი და გამოუცხადო სოლიდარობა. საერთოდ არ ვნერვიულობ, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ველოდი უფრო ადრე, ვიდრე ეს მოხდა, მიკვირს კიდე ამდენი ხანი რომ გვაცალეს, თუ მე ვარ ხელმძღვანელი. თეატრი ვერ დაბრუნდებოდა სცენაზე, სანამ ამ დროს არ გამოუშვებდნენ, ამიტომ გააკეთეს ის, რაც გააკეთეს, გასაგებია. ეს რო იყოს თიკარუხაძის გადაწყვეტილება, უფრო ადრე მოხდებოდა. ეს უფრო მაღალი გადაწყვეტილება. ეს არის უსამართლობა, ეს არის არასწორი გადაწყვეტილება და ეს არის უგნურება და ეს არის დანაშაული ქართული კულტურის წინაშე. დავით დოიაშვილი არის საუკეთესო დღეს საქართველოში მომუშავე რეჟისორი. მისი მოშორება თეატრიდან ეს არის დანაშაული. რეპრესიები დაიწყო, ცეცხლი აითო და თამაშიც დაიწყო. დავით დოიაშვილი ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა ჩვენთვის და მე ასეთ განვითარებას ვხედავ, რომ ახლა დაიწყება უკვე ჩამოვლა თითოეულ ჩვენთაგანზე, ვინც ამდენი ხნის განმავლობაში პროტესტში ვიყავით და ყველას გაგვათავისუფლებენ სამსახურიდან. გულწრფელად მართლა არ ვიცი ეს რას ემსახურება, იმიტომ რომ არაფერში არ ჯდება ჩემთვის პირადად, მაგრამ ერთი იმის თქმა შემიძლია, რომ ეს დასასრული არ არის, პირიქით, უფრო გავძლიერდებით, ამით ვერ დაგვანგრევენ. ყველაფერი გვაქვს წინ და სამართალი საბოლოო ჯამში გაიმარჯვებს.